2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა, ბევრად უფრო დაზიანებულია, მათ შორის მისი ელექტორატის თვალში თუ არა. თანხმდებით, რომ კი. 2024 წლის 26 ოქტომბრის მერე ამ ქვეყანაში გაჩერდა ფაქტობრივად ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რომელიც არის თაობების არჩევანი და ჩვენი კონსტიტუციური არჩევანი. ნოემბერში და დეკემბერში ახალგაზრდები უბრალოდ დალეწეს ძვლებში, მათ შორის თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები, ერთი ადამიანი, ერთი მოძალადე არ დაჭირდა. ძალადობასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალა გახდა ოცნება. ოცნება გახდა რეპრესიული პოლიტიკური ძალა, რომელმაც ციხეში დაამწყდია ახალგაზრდები, სტუდენტები, მსახიობები, ჟურნალისტები, ქალები. ოცნება გახდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც პირდაპირ ფორმით მოიტაცა საზღვარგარეთ ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ივანიშვილის და მერე ციხეში ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 11-12 წლებში ხდებოდა, გაუსწორდა მას ფიზიკურად. აი ეს არის მოცემულობა. თუ ამ მოცემულობას ჩვენ არ ვაფასებ და არ ვამბობთ იმას, რომ ელექტორალური დანაკარგები აქვს ოცნებას და ჩვენ ამ ადამიანებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა მოვიდნენ არჩევნებზე და ოცნების წინააღმდეგ მიწენ ხმა, იმიტომ რომ ეს არის ამათი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გვისაუბრია, რომ 25%-იანი მხარდაჭერა აქვს დედაქალაქში. ამ საჩუქარს როგორ შეიძლება უკეთებდეს პოლიტიკური ოპოზიცია ივანიშვილს და ოცნებას. აი მარტივ მაგალითს გეტყვით. მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ მე მგონი ამ ქვეყანაში კი არა დასავლელმა საზოგადოებაშიც და სანქცირებული მოსამართლეები ყავს დღეს, მაგრამ ამ სასამართლოში მიდიხართ მაინც იბრძვით თქვენი პოლიტიკური უფლებებისთვის თუ სამართლებრივ ადამიანის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებისთვის. ფორმალურია, იმიტომ რომ მე მიდიხარ ევროპულ სასამართლომდე და ეს გზა გასავლელი, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა პოლიტიკური ზიანი მიიღო იმ ბიჭების საქმის გაშუქებით მინიმუმ ოცნების ხელისუფლება. რატო ჩაკეტეს ხო მედიისთვის სასამართლო პროცესებში? ამიტომ ყველა ბრძოლას აქვს თავისი გზა, თავისი არსი. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ვართ უშანსოდ ამ ბრძოლაში. ეხლა თუ ყაჩაღი ჩვენ დანით დაგვესხმევა თუ ცეცხლსასროლი იარაღით წინააღმდეგობის გაწევის სურვილი თუ გვაქვს, ბუნებრივია გავუწევთ წინააღმდეგობას. ამიტომ ვინმეს თუ ხელები აქვს ჩამოშვებული ეხა პოლიტიკურ პარტიებს და საუბრობენ, ზოგს ის ვერ გადაუწყვეტია რევოლუციის რა თარიღში იყოს და ამასთან დაკავშირებით ვერ არიან ჩამოყალიბებული, ან კიდე ზოგს ერთი პოლიტიკური ბრენდის ქვეშ გაერთიანება უნდა რა პარტიას. აგერ არის პოლიტიკური ბრძოლის ველი. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის უნიკალური შანსი და ყველა ინანებს სახში დაждდომას იმ დღეს. მე არ მესმის პოლიტიკური პარტიების, რომლებიც დადიან და არჩევნებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს კლავენ ქვეყანაში. შეუძლებელია ეს. ანუ ეს იმდენად ცნობიერზე მოქმედებს ადამიანის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება მერე საერთოდ ვერ გამოვიყვანოთ ადამიანები არჩევნებზე. როდესაც ასეთი უნიკალური შანსია 24 წელსაც კი თბილისში გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციამ.